პარიზში რა ვიყიდა ჩამოსვლისთანავე 75 ევრო და 15 ცენტად ჩეკს ჩაგიგდათ ჩემი ცნობილი რუბრიკა. არ არის ჩემი ცნობილი რუბრიკა, ძირთად გინეკოლოგიაზე და სექსზე ვსაუბრობ ხო. კაი, ეს 5 ლიტრიანი წყალი ვიყიდა და თქვენ დაწერეთ საქართველოში ამ ყველაფერს რამდენად ვიყიდით. კარბუში ვიყავი, ბაგეტი, როცა გაჩვენებთ და შევწამთ ცუდად. Pomidorები 2 ცალი ესეთი ძალიან კაი სუნია. ჩემ მეგობრებთან მიყურებენ და სამცენია. ესეთ პეჩენია ძალიან მიყვარს და აქაური ვიყიდე. ესეთი კექსი კი ვიყიდე, ძალიან კაი სუნია ასევე. კიდევ ვიყიდე ესეთი მგონი 1 კილო ატმები ძალიან მიყვარს საქართველოში არის. ვიყიდე ესეთი მთლიანი დასტა ბანანების არიზული ბანანი. ვიყიდე მთლიანი დასტა იოგურტების, მეგობრებსაც ვუყიდე იოგურტები, მარტო მე ხوار შევჭამ. ვიყიდე ხახვის სალატიკისთვის, სალათები მიყვარს. არ ვიცი თუ იცით. ვიყიდე რამდენიმე სხვადასხვანაირი პომიდორი, ძალიან კაი სუნი აქვს. ნახეთ ესეთი ჯიშები. სხვადასხვა ესეთი კიდე ყვითელი და ესეთი ძალიან კაია. ძალიან მიყვარს პომიდორი, ჩემი საყვარელი ხილი ამგონი პომიდორი. ესეთი წვენი ვიყიდე ფორთოხლის. კიდევ ვიყიდეთ პიტრი ჩვეულებრივი 3 ცალი. ის ძალიან დიდები როა ევროპულების აღარ ვიყიდე. ვიყიდე ასევე ესეთი პომიდორი 2 ცალი. ძალიან მიყვარს ეს ჯიში პომიდორის. ვიყიდე ყველი სამნაირი, ერთი ეს, მეორე ეს და მესამე ლუჩზე როქფორი ვერ მიტანენ ამის, რომ მე მიყვარს, მაგრამ მიყვარს სუნიანი ყველი. 2 ცალი ესეთი ძეხვი, ძალიან კაი. შამპუნი, იმიტომ რომ 8 კილო ქონდა და ბარგში ვერ ჩავდებდით. წვენი კიდე ესეთი შარეული. პიტაპურები ძალიან მიყვარს. ვიყიდე 3 ცალი ავოკადო, ამას მარტო ხო არ შევჭავდი. მე და ჩვენი მეგობრები რომ თავს დავესხათ ავოკადოს და ვიყიდე უკარგესი უსუნესი პიტნა, რომელიც ძალიან მიყვარს ჩაიში ესეთი ახალი ქორფა პიტნა მეგობრება და ასე ჩანთაც მოყვა. აბა დროებით.